აუ, გახურებული ვარ. რატო რა ხდება? გარეთ ვიყავი და სიცივე რო იყო და რომ შემოვედი, ის რა ქვია, ამიხურდა ლოყები. ეგრე რომ მოგიხინება ცოტა მერე სიცხეში რა, ეგეთი სამაკ და ყურები მაქვს კიდე აწიწებული. რა ის რა ქვია, თმები გადაუტკეცია თუ რა უქნია ის ილია ჭავჭავაძეს გავხარ. ერე კარგია, უკეთესი ის ნაგავდა. საერთოდ რაღაც გამომბრანჭოლი. ბიჭო, ის რა ქვია, ნათესავთან ვიყავი, ბავშვი ეძინა, ჩემთან ცხოვრობდა, ჩემი შვილობილია და თან ახალი წელი იყო, თან ის რა ქვია, ბავშვიც ნახენად ჩამოვიდნენ რაღაც მისიანები და მოკლედ რაღაცა პატარა მინიწეულებასავით იყო და გამომივიდა გაბრანჭული თავი რა. კაია მე რა გინდა. კარგად გამოვა ვიდეოში. გუშინ ვიყავი ბომჟი. რატო? არ გავსწრა სახლიდან, თან მეძინებოდა იმენა ესე ვიყავი რა, წარცოცხალთან არ მიყვარს ახალი წელი დიდად. ხო და დაისვენე მოკლედ. ნუ რაც თავარია ბედობას მოწესრიგებული შეხვდა. დავარი ეგარი ხო. ისე ერთხელ მახსოვს ბედობას გავტეხე კარტერი. მანქანაზე აუძე და იმ წელიწად სამჯერ გავტეხე კიდე. ესე იგი წელს აღარ მოხდება ეგეთი რაღაც. ხო, წელს ესე იგი ბედობაა რა. თელი მანქანა, თელი. ხო. ცუდი არაფერი. ყოველთან ნატანჯი მანქანა კი არის ესე. არა, ის სხვა მანქანა იყო აუდი. იყო. ბათუმში იყო. კაი, აბა, როგორ მიდის შენი 20-20 რა ხდება? მიდის? თუ წავიდა? როგორ ხო პრინციპში უკვე 21 დაიწყო, ეგრევე კითხებოდი ხოლმე და შევისამებ რა. ხო, როგორ წავიდა 20-20 თუ როგორ მიდის 20-21? არა, ეს ახლა რა, 20-20 შევეხოთ რა. ხო, ესე იგი 20-20-ის პირველ დღეს ჩამოვდგი ფეხი საქართველოში იტალიიდან. ხო. და ჩამოვდგი თუ არა გეგმებით უკან, რა თქმა უნდა, ეგეთი მოლოდინი მქონდა, რომ რეკორდს მოვხსნიდი 2020-ში უკვე იმ ხელაზათში ვიყავი. Destination-ებიც ასე თუ ისე მქონდა განსაზღვრული. მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. კორონა იცინოდაო. ნუ ბოლო წუთამდე არ მეჯერა რომ ეგრე იქნებოდა, მაგრამ ეგრეც აღმოჩნდა. ბოლომდე არ ვნებდებოდი და აი ახლაც კი მეგონა რომ ზამთარში მაინც თუნდაც გუდაურს დაგვიტოვებდნენ და სათხილამუროდ სვანეთს მაინც ან რაღაცას ერთს მაინც, მაგრამ ჩემმა ოპტიმისტმა არ გაამართლა და ეგ ბოლო იფრით მომიკლეს. ასე რომ ჩემთვის 2020 წელი ესე იგი არის დაკარგული წელი, ასე ვთქვათ. მიუხედავად იმისა, რომ იცი სამსახურზე გადამკვდარი და ეგეთი ვარ, საკმაოდ წინსვლები და წარმატებები და ბრძოლები და გამარჯვებები, ნუ დამარცხებებიც რაღაცებიც იყო, მიუხედავად ამ კარიერულ წინსვლისა და მიუხედავად იმისა, რომ ასე თუ ისე კარიერისტი მქვია. მიუხედავად ამისა, მე მაინც 2020 წელს ვთვლი უკუსლის პერიოდად, იმიტომ რომ არ მიმიღია ის პოზიტივი, რაც მე მესაჭიროება და რაც ჩემთვის პოზიტივია. დამაკდა მეგობრები ძალიან, დამაკდა სიცილი, დამაკდა ურთიერთობები. და შეიძლება თქვათ, რომ 2020 წლის ბოლოს მამის პანიკური შეტევებით შევხვდი რა, მართლა სასწრაფო მყავდა. იმდენად სულიერად და მორალურად დაცემული და დაღლილი და ეგეთი ვარ რა. ნუ ამ პანდემიიდან გამომდინარე და საქმიდან გამომდინარე, სიმართლე გითხრათ, გახსნილი რომ წყობილიყო საზღვრები, ანუ ამ ყველაფერს ის დაემატა, რომ საზღვარზე წასვლაც რომ შემძლებოდა და გახსნილი ყოფილიყო.
ვერ წავიდოდი. ანუ ერთი დღეც ვერ წავიდოდი, ანუ საქმიდან გამომდინარე და ნუ ცოტა თავს იმით ვშვიდებდი, რომ კიდევ კარგი დაკეტილია ეს ყველაფერი ვერ წახვალ, თუმცა პანდემია რო არ ყოფილიყო, ასეთ სიტუაციად სამსახურშიც არ მექნებოდა. ასე რომ დიდად ვერაფრით მადლობას ვერ ვეტყვი, ასე ვთქვათ 2020 წელს, არ მინდა რომ ასეთი წელი კიდე განმეორდეს ჩემს ცხოვრებაში, ნამდვილად არ მინდა. შეიძლება უმადურიც მიძახოს 2020 წელმა რაღაცებით, მაგრამ არ მინდა, მირჩევნია იყოს პოზიტივი, იყოს გართობა, მხიარულება, ურთიერთობა, ვიდრე რაღაც უჟმური და ესეთი შუაში ხო პერიოდი ეს რაღაც შეზღუდები რომ შეინცირდა და რაღაც მაგ დროსაც ვერ მოძრავე. იმ დროს საქმე მქონდა იმდენი, რომ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რომ ერთ 3 დღე დავისვენე სიმართლე გითხრათ, ბათუმში კარგად. 3 დღე, ანუ სადაც მინდოდა ბათუმში სულ რაღაც დაგეგონება ციხისძირი და რაღაც ბანანის ხეები და რაღაცები, იქ მინდოდა მისვლა ყოველთვის და იქ მივედი, მეგობრებით შევკრიბე ისე, რომ ყველა მოვწყვიტე სამსახურს, ყველაფერს და ჩავედი და 3 დღე მართლა რასაც დავისვენე რა. პოზიტივით წამოვედი 3 დღე. დანარჩენი ნუ იყო იქ წავედი შებულებას ვითომ მქონდა, მაგრამ ის არ იყო შებულება, ანუ ისე ვმუშაობდი რაღაცა და ასე რომ მე ზაფხულიც ვერ გამოვიყენი, ანუ ვერანაირად. ერთადერთი პოზიტიური კიდე ის 3 დღე მქონდა და კიდე მქონდა ფშავში და გუდამაყარში ვიყავ, გახლდით ზებრებთან ერთად და ის 2 დღეც შემიძლია ვთქვა, რომ ეს 5 დღე მქონდა რა, რაც იდეაში როგორიც უნდა ყოფილიყო ჩემთვის 2020 წლის ყველა შაბათი კვირა, ასეთი მქონდა 2 შაბათი კვირა. ანუ თავისუფალი დრო არ მქონდა და მაგით აგერია გეგმები თუ ხო, ანუ არც საქმიდან გამომდინარე, არც მქონდა თავისუფალი დრო. პანდემიის გამო, ანუ ჩემს საქმიანობას შეეხო ისე, რომ საქმე გამიორმაგდა და კრიზისთან გამომდინარე, სიტუაცია იყო ისეთი, რომ მოთხოვნა იყო ძალიან ბევრი, რაზეც მე ვმუშაობ იმ კუთხით და პლუს ამას ახალი განყოფილება მაქვს და იქ დამემთხვა, რომ რაღაც კადრები მივიღეს, რაღაც არ გამომადგა, გაუშვი, ვინც გამომადგა და კარგი იყო სვამ წაიყვანა, რაღაც ეგეთი და ახალი განყოფილებაც ბოლომდე ვერ ჩამოვაყალიბე, იმიტომ რომ ნუ რაღაც დენადობა და რაღაც ეგეთი მქონდა სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე და ზეწოლა იყო ჩემზე დატვირთვა შესაბამისად, გადმოდიოდა საქმის მხრიდანაც და ამ კუთხითაც გადმოდიოდა ჩემზე და დროც არ მქონდა ფაქტიურად, შაბათ-კვირასაც კი დრო არ მქონდა ცხოვრებისთვის, ასე ვთქვათ. ანუ საქმე გაგიორმაგა პანდემიამ. კი, იმიტომ რომ ანუ ხო, ანუ ბანკში უბრალოდ ეგეთ სიტუაცია რომ ეროვნულმა რაღაც შეცვალა, შეღავათები რაღაცები გაავრცელა, ამ შეღავათიდან გამომდინარე ახალი ცნებები წამოვიდა, ახალი რეპორტები წამოვიდა. ეს რო ასე იყოს, ის რო ისე იყოს, დაშვებები, რაღაც მოლოდინები, რაღაც სხვადასხვა კუთხით და არა მარტო ეროვნულიდან, თუ ვინმეს, ანუ რეპორტინგში ვარ და რეპორტინგის ბანკის რეპორტინგით დაინტერესებულია. თავისთავად ეროვნული ინვესტორი, მენეჯმენტი, ასე შემდეგ და ყველას აქვს თავთავისი დაემატა თავთავისი მოთხოვნები, პლუს რეგულარულისა და ეს რეგულარულიც, ანუ იქ მე IT, რაღაც სხვადასხვა ცვლილებები, რაღაც ბევრი ცვლილება მოხდა და აქედან გამომდინარე ზედმეტად დავიტვირთე რა. და ნუ 2021 წელი დავიწყე, ასე ვთქვათ, დასვენებით. სამთვიანი დასვენება მაქვს. და ნუ ვცდილობ, რომ ეს 3 დღე დავისვენო. რაც შემიძლია, რაც შესაძლებლობა მაქვს იმის ფარგლებში. მივიღო ენერგია რა. ძალები აღიარა. წავართვა ხალხს, თან მივიღო, თან გავსცე რა, ღორი არა. ხო, ეგეთი ამბავი. მე ახლა არ დალაგდა, ანუ ეს გასაგებია რომ რაღაც სიახლეები იყო ისო, მაგრამ თელი წელი იყო ეს რეჟიმში იყავი, არ დალაგდა. თელი წელი იყო ასე, იმიტომ რომ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ტალღები იყო და სხვადასხვა ანუ მოლოდინი იყო თავიდან, რომ 3 თვე იქნებოდა და იმ მოლოდინზე იყო ყველაფერი აწყობილი, მე კიდე გაგრძელდა, როგორც სახეცვლილი სახით კიდევ გაგრძელდა რაღაცები და მე ასე ვთქვათ, სექტემბერში ის პერიოდი დასრულდა და უკვე დასრულებულზე ახალი თემები წამოვიდა, უკვე დახურულად ჩავთვალეთ, ის ცალკე თემად იყო და ახლა კიდე ახალი ტალღა წამოვიდა და ამ ახალ ტალღას კიდე ახალი მოთხოვნები აქვს. ანუ ეს 3-ვე ტალღა ფინანსურად სხვადასხვანაირად აისახა, როგორც კლიენტ
პაციენტებზე, ასევე ჩვენზე და ანუ არ იყო რა მაინც მსგავსი. ახლა დაალაგდა ასე ვთქვათ, უბრალოდ უკვე ვიცით რა და როგორ ასე თუ ისე, მაგრამ ახლა ეგ არის რომ წლის დახურვაა და წლის დახურვა ბანკში სადღაც 4 თვე მიმდინარეობს მთელი თავისი აუდირების პროცესით და ასე ხანე ხო, ანუ აპრილამდე მაგ რეჟიმში. აპრილში მთავრდება სადღაც აი პირველ მაისის პირველ სამუშაო კვირაში მთავრდება ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ ხო და ნუ სადღაც 1-2 თვე ცოტა ლაითად გვაქვს ჩვენ თვითონ რომ მოვლაგდეთ, დავლაგდეთ, მე აუდიტი შემოდის, უკვე აუდიტი ყველაფერს ამოწმებს, რაღაცა ჩართული ხარ ყველაფერს, რა შენ ჩახლაფორთებული გაქვს, იმას უნდა გააგები, აუხსნე დაადასტურები და ხო და უსაშინლესი აუდიტის პერიოდი გველოდება, ასე ვთქვათ. ხო და იმედი მაქვს, რომ ამ პროცესის დასრულებასთან ერთად დასრულდება კორონაც. დავლაგდები მეც. თუ გადავრჩი, იმედი მაქვს, რომ მაისიდან გავშლი ფრთებს. გადარჩენა გინდა გადარჩენა. ხა ნუ ასე ვიძახი თუ გადავრჩი ეს თვე და ჯერჯერობით გადავრჩი, მაგრამ ხო, კარგად მაგ დაცდილი მაინც მიჭირს, მაგრამ ბოლოს გავდივარ ფონს. უბრალოდ სტრესი მაქვს მართლა ძალიან და ნერვოზმა უკვე გამოხატულებები დაიწყო რა თავისი. ეს პანდემია რომ მოჩვევ ფსიქოლოგებთან და ფსიქიატრებთან რიგები დადგება. ხო, არა, მე სერიოზულად ახლა ისედაც გძნობ, რომ მართლა ისეთი პანიკა დამემართა, რომ დასაწყნარებელი შევიკენი უცებ რა წამიერად. მე მაგ დროს ფსიქოლოგს უნდა მიმართო, კაცო, ის არის მეგენ დაგეხმარება. ფსიქოლოგი უფრო ანუ ფსიქოლოგი განა მეც რაღაც ჩემ თავში, ჩემ თავსაც ვიცი რა პრობლემა მაქვს რაღაც მომენტში და მე თვითონაც ჩემ თავს რაღაცებს უტარებ, უბრალოდ რა არის, იცი? მიუხედავად ამ გადაღლილობისა, ფიზიკურად არ დამეტყო ეს, ანუ გონებრივად და ფიზიკურად ძალა მაქვს მაინც მუშაობის, რომ ის დილას ავდგე, ისევ წავიდე, ისევ ენერგიულად წავიდე, მაგრამ სადღაც მე პიკს რო აღწევს, მე აისახება რაღაც ფიზიკურადაც ვერ ვარ კარგად, მაგრამ ეს გადაწვის პერიოდი მე რაღაც 1-2 კვირაში გადადის ისე, რომ კი არ დამისვენია ნაკლები საქმით თუ რაღაც შენელებული მუშაობით, ნელ-ნელა გადამაქვს და მე ისევ ნელ-ნელა ვიხოდები, მაგრამ სინამდვილეში ხო ეს არ არის დასვენების და იმის ფონზე, ხო? ანუ რაღაც ისევ ჩემ ორგანიზმი მოერია და იმ ფონზეა ეს ყველაფერი და არა დასვენების და იმის ფონზე და ამიტომ ეს ყველაფერი მაინც დაგროვილია რა, ხო და ну, ჩემი აზრით, ერთი კაი ბალი, მალდივები, რაღაც ეგეთი წამალი, ეგ არის ჩემი წამალი, ახლა ნამდვილად ვიცი, ოღონ 1-2 კვირიანი მინიმუმ. ნამდვილად, აი ვიცი, რომ აი სულიერად ყველანაირად იყოს ჯანდაბას გუდაურის წავა 1 კვირა, თუნდაც ოღონ გახსნილი სეზონით. ხო, ეგ არის ჩემი წამალი და ახლა სხვანაირად, რა ვიცი, რაღაცას მიწყობენ ხელს ახლა სამსახურშიც იმაშიც რო არ დავარდე რაღაც ამკვრად შეუძლია გვერდში მდგანან, მაგრამ ჩემი გადასატანია მაინც ასე თუ ისე. ხო, აგერ კიდე ეს მაქვს საღამოობით. ხო და სისხლის ხო. ხო და მოკლედ ადაპტირდი საბოლოო ჯამში, ხო? ხო, ნუ გაიარეთ ეს პროცესი. კი, ანუ მაინც ისე ვარ რა, ანუ ვცდილობ არა უკვე ამ ყველაფერს და როგორ აიცი, ვცდილობ დღევანდელი დღით ვიცხოვრო იმ კუთხით, რომ დღეს თუ რამე შემიძლია კარგი დავიჭირო თუ რაც მაქსიმალურად თუნდაც რაღაც პატარა რაც შემიძლია რომ დავიჭირო, იმას არ უშვებ ხელიდან და მაინც ვცდილობ რომ არ გამოვაკლდე თუნდაც იმ პატარას. რა დონეზე შემიძლია, რაღაცით მაინც მაქვს ჩემი დაჭერილი რაღაც მუღამები, ისე რითაც ენერგიას პატარას მაინც ვღებულობ, ანუ ხო და ну, ტაცოცხალი არ ვარ, რა, მაინც ვიცინი, სასაცილო თუ ავიცინი, მეცინება. მე ის ვარ, უბრალოდ მაკლია, დოზა მაკლია.
აი ნარკომანის შეიძლება შევედაროთ რა რაღაც ვარიანტი, რომ ის პატარათი მაინც გადამაქვს, მაგრამ ის მინდა მაინც ბევრი რა, შეჩეულო ვარ, ყველაფერს მინდა. მაგრამ რაც არის, იმითაც კმაყოფილდები ასეთვის. ახლა თქვენ დისტანციურზე არ გადასულხართ ხო მაინც ისე ვიდეო რეჟიმში? არა, დისტანციურზე ვართ, არის რომ რაღაც შეგვიძლია რომ ვისაც მანქანა ყავს და მოსვლის საშუალება აქვს, სასურველია რომ მოვიდეს სამსახურში განყოფილებიდან ერთი მორიგეობით მაინც რამოდენიმე, მაგრამ ჩემებს ახლა არა განყოფილება, ისა არ აყავთ მანქანა და კომფორტულად მუშაობენ სახლიდანაც. მაგრამ მე თვითონ არ შემიძლია სახლიდან მუშაობა და თუ თვითიზოლაციაში არ მომიწია ყოფნა იმის გამო რომ კონტაქტი ვარ, მაგის გარდა ყოველდღე დავდივარ რა, დღეს არ შემიძლია რა და ეგეც არის ახლა ასეთები ვართ, სადღაც ალბათ 10% სამსახურში და ეს 10% დავდივართ და ის დახავს ვეღარ ხედავ რაღაც კონტაქტი არ გაქვს და ეს მაკლია, მაგრამ მე მირჩევნია სამსახურიდან მივუშაო, მაინც დილას ავდგე ჩვეულებრივ რეჟიმში, ჩავიცვა, მოვწესრიგდე, წავიდე, რამოდენიმე ადამიანს მაინც შევხედო, დავინახო, თან ახლა მაინც კომფორტულად ზიხარ, მაინც უფრო იქ სამუშაო თახში სხვანაირად ხარ და საღამოს წამოვიდე სახლში. თვითიზოლაციაში როცა ვიყავი, დეპრესიით გავედი მე. ოღონდ სახლში არ გამაჩეროთ, იმ დროს სასწრაფო რომ მყავდა, უფროს ვეუბნები, ოღონდ არ მითხრა სახლში გაჩერდიო და ყველა არ მოვიდო. ხო და ის არა, არ შემიძლია, არ შემიძლია რა სახლიდან მუშაობა, ძალიან სტრესავს რა, უარესად. მე დისკომფორტება ყველანაირად და იქ თუ სხვები არ დადიან და შენ გადიხარ, რა მოღამია? არა, ვართ რამოდენიმე ახლა ძირითადად განყოფილების უფროსები რაღაცა ეგეთი ხალხი მაინც დადის უფრო ხედები და ისინი და ახლა ისე ვინც არა რაღაც მენეჯერულ ლეველზე და რაღაცა ისინი ძირითადად სახლიდან არიან და აქ ახლა უფრო ცოტა ადვილია შეხვედრა გაქვს თუ რაღაცა უცებ გადიხარ თემას, უცებ ვიჭერ ადამიანს და ლანჩსაც რო იყენებ საქმისთვის და ლანჩსაც რო რაღაცას აგვარებ, ისიც მომგებიანია რა ამ მომენტში და რაღაც ნაწილი მაინც დავდივართ. ისე რომ შეხება მაქვს მაინც ხალხთან და სეკრეტსაც ქონდა და იქაც ადგილზე გავედით მაინც, რა თქმა უნდა შეზღუდული რაოდენობით იყო და წირად. საბოლოო ჯამში დისტანციურად მუშაობა მაინც ჩვეულებრივად შესაძლებელი ყოფილა, ხო? კი, არა, ჩვეულებრივად შესაძლებელი არის. უბრალოდ ახლა რა არის, იცი, ის კი ბატონო თანამშრომლებს ახლა ურჩევნიათ რამოდენიმე ახლა მოდის ხოლმე, მაგრამ აშკარად ხვდები რომ ურჩევნიათ და სახლიდან იმუშაონ. შეიძლება თავიდან გიჭირს, როცა მორიგეობა იყო და კიდე ასეთი გამწვევებული არ იყო, პირიქით ერთმანეთს მეხვეწებოდნენ, რომ გამოვალ იმ კვირაში გამოვალ და მორიგეობით ძლივს იმავშებოდი ვაჩერებდი სახლში, მაგრამ უკვე მასიურად რო წავიდა ეს, ხო? და რო ჩაჯდნენ ეთყობა შეეჩვივნენ მერე და უკვე რომც მინდოდეს ვერ გამომყავს. ახლა ძალით ხო არ გამომიყვან, ახლა ხო ვატყობ რომ არ უნდათ გამოსვლა და ის რა ქვია და ესე იგი, მაგრამ სამაგეროდ მე მაქვს ცოტა რაღაც დონეზე დაწოლა, იმიტომ რომ გინდა არ გინდა მაინც მიწევს ის კონტროლი ხო არიან, რომელზე მოდიან, რომელზე იწყებენ მუშაობას, რომელზე ამთავრებენ, ის თუ შემეძლო ოთახში ვიჯექით და რაღაცას უცებ გასძახებდი და უცებ აუხსნიდი, აქ შეხვედრა უნდა ჩააგდო, ტელეფონზე დაურეკო, რაღაცა კოლზე დაამატო, ვიღაცა ის დაიმატო და მე ბევრი დრო მიმდის ამ კუთხით, ოთახში რო ვიყოთ და არა დისტანციურად ჩემი ენერგია და დროის რესურსი უფრო ეფექტურად წავიდოდა ვიდრე ახლა. სულ დაკავება მაქვს და სულ ტელეფონზე ვარ და ამას მაინც ზედმეტ დროს მართმევს. თან რაღაცას რო უხსნი უნდა წერო, წერაში ახლა გინდა არ გინდა, მაინც უფრო მეტი დრო გადის ვიდრე ისე რო ეტყოდი ერთ-ორ სიტყვით რა. ხო და მე მაინც ახლა ზოგადად მოსახერხებელია და კომფორტულია ეს დისტანციურად მუშაობა, მაგრამ ალბათ გააჩნია ვისთვის და რა დოზით. ასე მგონია.
როცა ხა შენთვის მუშაობ წამოწვევი და რაღაცა არაფერი არავის არ ხარ დამოკიდებული და არავინ არა შენზე დამოკიდებული და საჩქარო არ გაქვს და დროში არ ხარ, კი ბატონო, დაჯექი კომფორტულად, შევა ჰამაკში წამოწვა და იქედან იმუშაო და მასე გერჩივნოს, მაგრამ ამ რეჟიმში, ხო, ამ რეჟიმით, ჩემი რეჟიმით მე არ მეკომფორტულებ. ხო. შენ მე მგონი პირიქით მომხრე ხარ, ხო? კი. ხო. მე საფრთხიდან უკეთესად მოვიწყე რა. ხო, კი, ანუ რაღაც, მაგრამ მე აი სახში რო ვიყავი ერთი კვირა მომიწია, ხო? ის ჭამაც ამერია, რაღაცა უფრო მარტივია. არა არის მარტივი, იმიტომ იქ იყო ვიცოდი, დილას რაღაცას შევჭამდი უცებ გავიქცეოდი, ლანჩზე ვიცოდი რომ უნდა მეჭამა და ნუ საღამოს კიდე მოვიდოდი და ან თავისი მქონდა, ხო? ან იქვე შევჭამდი. სახში რა გიშიჭო? და სახში მოდიხარ, ზიხარ, ხო? ან რაღაცას ადგები მაცივარს გამოვაღებ, რაღაცას შეჭამ, რაღაცას იმასიდან და თან უკვე აღარ გქშია, ანუ სულ რაღაც ისე ხარ რა, გემრიელათაზე ვჭამდი. და თან ან საერთოდ არ ვჭამდი მთელი დღე თუ გამწარებული მუშაობდი ახლა იქ ლანჩზე რო ავდივარ, ლანჩ სხვა ბენეფიტი აქვს ჭამის გარდა, რომ ადიხარ მზეზე გადიხარ ვერან და გვაქვს რაღაც, ან კაფეში რო გახვიდე, რაღაც ისეთი ისა გვაქვს გარემო და იქ გინდა არ გინდა პირველზე ვდგები და ავდივარ და აქ ბევრი საქმე რომ აქ ბარემეგი და საღამოს ისე გავიდოდა, შეიძლება გასულიყო დრო, რომ ვერ ამდგარიყავი საერთოდ და მე რაღაცებს ვიძახებდი, უცებ რაღაცა მეჭამა და ანუ არეულად ვიყავ, ვერ დავლაგდი მოკლედ, ანუ არაა ჩემი რა. ახლა რო ვიცოდე რომ გინდა არ გინდა მე მთელი ცხოვრება თუ მთელი ერთი წელი უნდა ვიჯდე და სახლიდან ვიმუშაო, მე უკვე გადმოვეწყობი რაღაც კუთხით იძულებით, მაგრამ მაქსიმალურად რაღაცას მოვირგებდი, მაგრამ ახლა რო ვიცი რომ ეს დროებითია და არც ის არის, რა ქვია, პროტესტის გრძნობაც მაქვს რაღაცნაირი და არ ვეგუები რა, არანაირად რა. არ ვემორჩილები რა, მაქვს ყველაფერზე მაქვს პროტესტის გრძნობა, მაქვს მიუხედავად იმისა, რომ ვიცი რომ არასწორია იმ პირბადეზე, იმიტომ მგონია რომ ის პირბადე არაფერს არ მიცავს იმ პირბადეზე. იმიტომ რომ ანუ ადამიანთან თუ დგეხარ და ანუ ჭამის დროს იხსნი და ისე ყოფნის დროს, ანუ დიდად ლოგიკას მაინც ვერ ხვდები რა, შეიძლება რაღაც 5-6%-ით რაღაცას იცავდე, შეიძლება რა, იმიტომ რომ აი ჯერ იმის წესებსაც ვერ დაიცავრო, ის სუფთა ხელით მოკიდო და მოიხსნა და ყოველ იმაში გამოიცვალო და რაღაც, ანუ ვერ ან გონიერების კუთხით რაღაცას ვერ აღვიქვავ რა. ეგეთებსაც გადაედო ხელებსაც რომ იმაშებოდა იმ სუპირმა და ეგეთებმა იქ. ხო, ნუ შეიძლება რაღაც დოზით, რაღაც, ანუ თუ ზე მაქსიმალურად დაიცავ წესებს და რაღაც მთელი გონება იმაზე გექნება გადართული, რომ ვაიმე და ეს ვირუსი არ შემიძრეს და ყველაფერს გააკონტროლებ, ანუ შენი გონება მაგით იქნება დატვირთული, ხო, შეიძლება რაღაც კუთხით 100%-იანი მაინც არის, რა, დაგიცვას. ხო, მე არ შემიძლია ეს, რომ ჩემი გონება იმაზე ფიქრით დავტვირთო, რომ აი ყველაფერს ხელი არ მომიხვდეს. ეს ხელი რაც მოვკიდე რომ წავიდე დავიბანო და რაღაცა ეგრევე მეორე წამს მოვიდე და ვიკიდე რაღაცა ხელი მოვკიდე კიდე გავარდე დავიბანო ამის არ ვარ ზოგადად რა ეგეთ ჩარჩოებში მე თვითონ ისეთი ვარ რომ ან ჩარჩოში ვერ ვიცხოვრებ და ვერ ვექცევი ჩარჩოში რა ჩარჩოს დამიწესებ თუ არა всё ანუ ვცდილობ რომ ის ჩარჩო დავანგრიო რაღაცნაირად მაგაზე ვარ გადართული ვიდრე იმაში რომ იმ ჩარჩოში მე მოვექცე კომფორტულად რა არა ვისლო დავანგრიო და ამიტომ ყველაფერს მაგეს ჯინიანობის ეს შეზღუდვების პირიქით პროტესტის მინდა რომ აი 9-ზე კი არ მივიდე სახში 10-10 წუთზე უნდა მივიდე ან რაღაც ხო და ნუ რაღაც ეგეთები და ასე რომ ჩემთვის არ არის შეიძლება ბევრისთვისაც არ არის მაგრამ ვიღაცამ ხა დღეს მაგალითად სუფრაზე ძალიან მომწონსო ეს შეზღუდვებიო რომ ის დისტანციურადო ისედაც რო ხარვა ჯანმრთელობას დიდი დრო დავუთმეთო და რაღაცა რა დრო დავუთმე ხა ჯანმრთელობას მე პირადად რაღაცაზე მინდა ექიმთან ისო და ვერ მივდივარ არ მაქვს შარის თავი და რა არ ვიცი ხო ისეთებს ანუ დიდად კი არა ან თავს იმართლებ მეზარება მისვლა და რაღაცა მაგრამ რაღაც ეგეც არის რა ანუ ადამიან ჯანმრთელობას სხვა კუთხით კი არ უთმობ ამ დროს იმას ფიქრობ რომ არ დაგემართოს და ამას ეს კორონა რო არ იყოს არც ამას არ გააკეთებდი და არც არაფერი შეიცვლებოდა
თორე ახლა არავის დაუწყია თავის გამოკვლევები და რაღაც ეგეთები. შეიძლება ანუ იმას გულისხმობ რომ თავისმოვლა დაიწყეს უფრო რაღაცეების კუთხით რა. ნუ ალბათ ჟანგბად იზომავენ ისტერიულად და რაღაც ეგეთებს გადაშევა მაგას უძახიან. ოქსიმეტრები რაღაცას ის პირბადეც მოწონს რომ ისო ადამიანებს ერთმანეთის შესუნთქვა უნდა უდგები პირში და ნუ იგრძნობა ხა ვიღაცის სუნთქვას თუ არ გინდა ხა პირბადე კი შეიძლება ვიღაცის სიამოვნებდეს, მაგრამ გადი და მიუჩოჩდები ახლა პირბადით თუ არ ვიარე, მე სუნთქვაც მიჭირს და ვერ იმავშებ. ვიღაცას ეკომფორტულება ახლა, რა ვიცი. ვიღაცას ისიც მოწონს, რომ ჩახუტება არ შეიძლება და გადახვევა არ შეიძლება და სითბოს გამოხატვა არ შეიძლება და შეკრება არ შეიძლება და კაფეში წასვლა არ შეიძლება, კლუბში არ შეიძლება, ვიღაცას ძალიან უხარია ეგ და ასე ტრანსპარენტებით გამოდიან ამის რომ ნება იყოს ასე დატოვებენ, მაგრამ ნუ მე ვერა. ქელეხები და დიდი სუფრები აი ხო ხედავ, იმდენად მონატრებული ეგ კარგია. მაგას ნამდვილად ქორწილებს, ქელეხებს რაც შეეხება, მივესალმები მთელი გულით, სულით. მომხრები იქნები კი, რაღაც არის პატარა ისეთი, მაგრამ არ მგონია რომ ეგ ქართველებმა მაინც ასე მარტივად გადააგდოს. თუმცა რაღაც დონეზე მაგის გადაგდებას მე მგონი მაინც რაღაც პატარა ბიძგს მისცემს რა. ხო და ამ ბოლო დროს კიდე რას დავაკვირდი, იცი, ასე არასამსახურეობრივ ადამიანებს რო ვხედავ, საქმეზე თუ არ ვლაპარაკობ რა. საქმეს რო არ ეხება ისეთ ხალხს რომ ვნახულობ, რომ ჩავირთვები აღარ ვითიშები. ხო, იმიტომ რომ მაკლი აშკარად რა. კონტაქტი ხალხთან ცოცხალი. ნამდვილად. იზოლაციაში რატო იყო კონტაქტი აღმოჩნდა? ხო, რამდენჯერმე. კონტაქტის, ანუ ინფიცირებულის ახლო კონტაქტი აღმოჩნდა საკმაოდ და საოცრება მოხდა, რომ რა ვიცი, არ დავინფიცირდი, როცა 2 დღე ჩვეულებრივად ერთ კომპიუტერზე ვიჯექით და ერთ ანუ გვერდ-გვერდ მუშაობდით რა. და 2 დღე თან მეორე დღეს გაგანია ის ქონდა, რა ქვია. სიმპტომებიც ქონდა რა, სიცხე და რაღაცა ხველებდა იმ დღეს. უბრალოდ კონტაქტი არ ქონია არავისთან და არ დავიჯერეთ რომ რამე ქონდა და არც მაშინ არ მოვრიდები ვარ. მაგრამ რა ვიცი, არაფერი არც ტესტ მაჩვენა, არც სიმპტომი მქონია და დაჟე მასაკიან მშობლებთან ვიყავი, ანუ სანამ დაუდასტურდებოდა, მანამდე ჩავედი და იმათთან ვიყავი 2 დღე. ისიც რა ვიცი, კარგად არიან. ხო და კორონა გვერდია რა ყველანაირად. ხო და ახლა ერთადერთი მის შიში მაგდა, იმიტომ ვიცავ კიდე რაღაცებს, რომ არ მინდა რომ კიდე ვიღაცის კონტაქტი აღმოჩნდე და ამ კონტაქტის გამო კიდე სახში მომიწიოს ყოფნაი, რაც ყველაზე მეტად აი არ მინდა. პირველად რომ მოვხდი, მაგის გამო სახში რომ ვიჯექი 12 დღე მომიწია, ახლა უბრალოდ 1 კვირა მომიწია, იმიტომ რომ 1 კვირა არც ვიცოდით რომ კონტაქტი ვიყავი და 1 კვირა მომიწია მარტო ყოფნა და იმ წინაზე 2 კვირა მომიწია და პოსტებიც დავწერე და სრული ის ჭირდა, რა ქვია, პანიკა და რაღაც. არა, პანიკა ცუდია, პანიკას არ უნდა აყვე არასდროს. პანიკა ყველაზე ცუდი შევედი და ყველაზე ცუდი მდგომარეობა ზოგადად ადამიანს. კი, ხო, უბრალოდ როცა ორგანიზმი არ გემორჩილება, შენ თვითონ უკვე ძნელია, თორე სანამ პანიკაში ჩავარდები და უკვე იმ წნეხამდე მიხვალ, შეგიძლია რაღაც თავი ხელში აიყვანო, მაგრამ უკვე რო დაგარტყამს, მე შენ თვითონ შენი ძალით და ვერაფრით ვერ შველი. მაგრამ კარგი იყო, დიმედროლი რაღაცა ის გამიგეს რაღაცები და მე რაღაცა кайფად ვიყავი. ხო არ დაგევასა. ამეწონა, ვერ სიცილია მიტყდა. ნო, აღარა იქა. მაგით იმაშებიან ხო, кайფო. დაჟე ისიც მაგაშიც ისეთი სიამოვნე რომ სასტრაფო, ანუ ჯერ რომ გამომკითხეს ყველაფერი და მეთქი მოწამლული ვარ თქო, ვიკლავდი თავს და სიმპტომი არ მქონდა მოწამლის გარდა იმისა, რომ მციოდა და მაკანკალებდა. ნუ მე გადავი რაღაცები დამიწყეს და 1 საათზე მეტი გაჩერდნენ ჩემთან. ყავა და ჩაი დავალევინე, ღვინო დავალევინე, სახილი გამოვიტანე, კარგად ვილაპარაკეთ. კი, იმათაც დაისვენეს საათ ნახევარი, მეც გამომიყვანეს კარგად და წავიდნენ. ხო და ისიც იყო რომ აი ასე ხალხი გამოვიჭირე რა სტუმრები. წლის ვიღაცა მოვიდა და იგივე იმას
ის ვიღაცა მოვიდა თქო. ადამიანს ცოცხლად. ვიღაცა მოვიდა და სტუმარი შემომივიდა. ხო და თან თვითონაც რო აღადავდნენ და არაფერი არ მჭირდა ისეთი გარდა დასამშვიდებელი ვიყავი უბრალოდ მეც ნენელა გამოვედი რა. ხო, მოკლედ ეგ რთული მომენტებიც გადალახე რა, გინა, რამდენიმე სერტული გადალახე, გამოწვევა იყო თეთრი შენ, ეს წელი შენთვის. ხო, მაგრამ ისეთი გამოწვევა იყო, რომელიც გადალახვამ დიდად არაფერი არ მომცა. რატო აი ხო ნახე რომ რაღაცები შეგძლებია, ის პანიკაც რო იყო საბოლოო ჯამში. ხო, მაგრამ იმის გადალახვით არაფერი შეიძლება მეორე ჩვეულებრივად მაინც დამემართოს რა. მაინც? ხო, ანუ ეს ისე იმით დამემართა, ანუ იმ დღეს განსაკუთრებულად არც არაფერი მინერვიულია და არც რამე განსხვავებული დღე არ იყო არაფრით სხვა დღეებისგან, ანუ მაგის დადგომის მომენტს ვერ განსაზღვრავ, ანუ ვერ მივხვდები, რომ აი დღეს ისე ცუდად ვარ, რომ შეიძლება ეს ისტერიკა დამეწყოს. აი მაგას ვერ განსაზღვრავ, რომ განსაზღვრავ და კი განვიტვირთები და ვეცდები, რომ რაღაცა ნიშნები ექნება. აი არაფერი არ მქონდა, აი უცებ წამში წამოვწექი ყრუდ მუცელი ამტკივდა, პროსტა ას გადავტრიალდი, წამოვწექი, წამიერად და ვიგრძენი, რომ გავიყინე. და გავიყინე და აი თან აი ამიტანა კანკალმა, ისეთმა კანკალმა, რომ აი ვერ მიმორჩილებდი რა ხელს, ფეხს ვერაფერს და მციოდა. ხო და მაგას ვერ იმას ვიზამ. ნუ მე ვიცი რომ ანუ ლაპარაკში რაღაც ამაში შეიძლება გამოვიდე. თავარი ანუ ის შეიძლება ის დამიტოვა რა იდენტიფიკაცია მოვახდინო რომ იგივე მჭირს. რაც მაშინ მჭირდა მემართა. არ ვინერვიულო რაღაც უცებ. რაღაც დავრეკო ვირმეს დაველაპარაკო განვიწვირთო რაღაც არა უყვე მაქსიმალურად არ შემეშინე. მაგას გეუნები ანუ ეგ გასწავლა რა და აღარ უნდა იმას აკნა მეორეჯერ ეგ სიტუაცია აღმოჩნდა. ხო, თავარია ზუსტად იმნაირი იყოს. ეხლა შეიძლება მეორე გვერდზე გადმოწვე და აქეთ მოგივიდეთ. თუ დამეწყო ზუსტად იგივენაირად გავაკეთე. დიახ. აია, აბა ყველაზე მეტად ეხა რა გენათებ? ყველაზე მეტად მენატრება ჩახუტება. ოღონდ მართლა. ვერ ექიმები გამოიძახე ხოლმე და რომლენ? არა, მაგ ჩახუტება ხომ ასე არ არის. წკაბდა ჩახუტება მინდა ხო, ანუ მინდა ისეთი ადამიანების, ვინც თუნდაც ამ პანდემიის გამო ვერ ვნახულობს შორიდან თუ რაღაც ეგეთიდან გამომდინარე, ისე შეიძლება 100%-იანში ამაში კოვიდის უნახაობა არ იყოს თლათ კორონას ბრალი, მაგრამ დიდი წილი მაგის არის და აი ეს ჩახუტება მენატრება და საუბარი მენატრება სიტყვა კორონას ხსენების გარეშე. ანუ თემა რო ეს არ იყოს, თემა არ იყოს ვიღაცის სიკვდილი, არ იყოს ვიღაცის ცუდატყოფნა, ვიღაცის, ანუ კარგს ვერ გებულობ რა, ანუ კარგი ამბავი მენატრება და დაგეგმა მენატრება, კარგი რაღაცეების ისეთი, რომელიც ჩემ ხელშია და არ ვარ რაღაცაზე დამოკიდებული, აი ეს მენატრება. ნუ ახლა მოგზაურობა რომ მენატრება და ის თავისუფლება და რაღაც მაგას უკვე აღარ ვახსენებ. ეგ მონატრება კი არა, ლამის უკვე ოცნება. და ანუ ეს სიტყვა მენატრება რა, მაინც ის რაც თუნდაც რაც იყო. დაბრუნდება კაცო საწაო. მაგის იმედით ვარ რომ დაბრუნდება. დროის ამბავი. არ დაბრუნდება მე მოვაწყობ აქციას რომ დააბრუნეთ ძველი დრო. და იგნორეთ კორონა. არ მიაქციოთ ყურადღება, ხო იცი პატარა ბავშვი რო არის და რაღაცაზე რო ამოიჩემებს და ტირის და ყურადღებას თუ მიაქცევ და აყვები, ხო არესად გათამამდება და აი ყურადღება არ მიაქციო რო გეუბნებიან და რო არ მიაქცევ და ის გაჩერდება. აი ასე უნდა მოვექცეთ კორონას. კი, ეგრეჯო მე ეგრეც ვარ, თავიდანვე იგნორს შემყავდა. ხო, მე ეგრე ვარ, თავიდან ბოლომდე ეგრე ვარ, უბრალოდ ირგვლივ მყოფები და ანუ მაინც მეხება იმით, რომ ჩემს ახლობლებს ბივერ არიან მასე და
იმათ მაინც აქვთ ის რაღაც მე ლაითად უყურებ, ასე ვთქვა, შეიძლება ხო ერთის მე მადლობა რაც შემიძლია ვთქვა 2020 წლისთვის ის რომ ჩემს ძალიან ახლო ადამიანებს, იყო ერთი თანამშრომლის რაღაც შვილი დაიღუპა და ძალიან ცუდი იყო, ანუ ძიმე იყო, მაგრამ აი ჩემს ანათესაოს ისეთ ადამიანებს არ შეხებიათ რა. ანუ მშობლებს ძალიან ისეთებს უგულისხმობ რა, ოჯახის წევრებს და ასეთებს ჯვარი გწერია, არ შეხებია და შეიძლება მაგიტომაც ვარ კიდე ასე უფრო ფეხებზე მკიდიათ და შორს არის რა, შორს ახლოს ვერ ხედავ ვერ ძნობ და ხა, მაგასაც იმავშობი, მაგრამ რა ვქნა ხა, არ მოდის გულთან და რა ვქნა, ძალიან ვერ მოვიყვან. ყველას კი არ შეხვდება მართლა ეგრეც კი არ არის, კაპელა მონამ ვერ შეიძლება ბევრს არ შეხვდება და არა, მეც მგონია რომ არ არის ეგ, რომ ყველას შეხვდეს, იმიტომ კი არა რომ ვერ მოხდეს კონტაქტში, უბრალოდ არ მიიღოს ორგანიზმმა თუ რაღაც ისეთი იყოს, რომ ჩვეულებრივად მდგრადი იყო იმ ვირუსის მიმართ. ხო, ოჯახის წევრები ერთს რო ხოლმე მეორეს არანაირად ესე იგი არ გადაცხაუცხლებლად ყველაზე არ გადაცხაუცხლებლად. ხო, ეგეც არის ახლა ნამდვილად და გადავიყო გუშინ პოსტი ვნახე რაღაცა. კორონას სიმპტომებიო, თუ ნახე არ ვიცი, ვისე წერა აღარ მახსოვს. თუ გაქვს დაბალი სიცხე, თუ გაქვს მაღალი სიცხე, თუ არ გაქვს სიცხე. თუ გახველებს უშრალად, თუ გახველებს სველად, თუ ნახევრად შრალად, თუ ნახევრად სველად, თუ არ გახველებს. ანუ ყველანაირი რაღაცა გამოსახულება კორონასი. ხო, მეტი მენატრება ლაშქრობა, ზებრებიც მენატრება, თუმცა ამას თლად ხმამაღლა ვერ ვამბობ, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ისე მოუცლელობიდან გამომდინარე ისედაც ვერ დავდიოდი, თუმცა ახლა რო იყოს, ალბათ ოღონდ იყოს და მაინც უკვე იმ ჭკუაზე ვარ, რომ გადავდებ ყველაფერს და მაინც წავალ და თუ შევძლებ, ასაც შევძლებ, ოღონდ რა დონეზე შევძლებ. ერთ დღეში მაინც წახვალ. ხო, ანუ რა, მაინც ისე ვეძებ, რომ რაღაცა გამოჩნდეს, ხო? ანუ ადამიანს ნაკითხი არა აქვს, რომ რაღაც უკვე იმართლა ისე ვარ, რომ თუ და მოვდივარ. ხა ხო აღდგება ტრანსპორტი არა 16-დან და მე მგონი საკადოქტო შორისს ეგ არ იცი. საკადოქტო შორისს აღდგება თუ არა. მაგრამ ტრანსპორტი ხო აღდგება. აი, დახმაროში რო წავსულიყავით რაღაც ისეთი გვექნა. შეიძლება. ბავარია ეს ტრანსპორტი აღდგეს რა და. ხო. არა, ისედაც შეიძლება რა საკუთარი მანქანითაც შეიძლება საკუთარ. აი დღესაც ვიყავით დასული. ავალ, მაგრამ დათო რა იცი, ხალხიც აღარ არის, ანუ რაღაც კონტაქტიც აღარ არის, გინდა არ გინდა, 9 საათის მერე რო სახში ხარ თუ რაღაც არ ვიცი რა არის, წამსვლელი, წამომსვლელი, წამომყოლიც აღარ არის. ხო, ვიღაცას ეშინია, ვიღაცას ასაკიანები ყავს სახში, ვიღაცის დედა ნერვიულობს, ვიღაცა ნერვიულობს და მაგალითად ეჩემ თუ მირეკავს და აქ ვარ და ვეუბნები და რაღაცა, ვერ მოუნელებია ის, რომ სახში რატო არ ვზივარ რა, რატო გავდივარ, რატო მივდივარ სალონში, რატო მივდივარ სტუმრად, იმისა აქვს, რა ქვია, მე არ მეშინია, მაგრამ ის ნერვიულობს და ის განიცდის და ხა მე კაი არ უყურებ მაგას იმდენადან არ გავაგებინებ, მაგრამ ხო ხარიან რომ ერთად ცხოვრობენ რაღაც მით უმეტეს როცა სახში ერთად არიან და ის ყველა ფრთხილობს მაინც და არა მაშინ მარტო უნდა დავჯდე და ავდგე და წავიდე და მე ამ მარტო სიარულსაც არ აქვს ყოველთვის შეიძლება პირიქით უფრო როცა არ ხარ გინდა რომ პირიქით კონტაქტი რო გინდა მაგ დროს და კიდე სადღაც მარტო მიდიხარ და ის კიდე იქ გინდა ხო ვინმე სხვაც იყოს და რაღაც მithumetes კარგს თუ ნახავ რომ გააზიარო ხო და ეგეც მაგიტომაც ეგეც ასე ვთქვათ ხაწახვალ რაღაცა იბოდიალებ განა რაღაცას ნახავ, მაგრამ კი, ნახავ. აღდგება ხო, ძები აღდგება და შეიძლება დასვას. მოკლედ ვითმენ მაისამდე მაინც ვითმენ, მაისამდე. ხავ სიტუაციას. ვერ რასიზავ. მე არ ვიცი.
მე რაც არ უნდა იყოს, აი მაინც მოვძებნი რაღაცას და მაინც წავალ, აი მარტოდ წავალ, მე მაინც წავალ მარტო და აი სამოგზაუროდ მაინც წავალ. ნუ თუ გზები გაგიხსნეს დახოლგე. ნუ არის რაღაც გზები, მაინც არის ასეთი ისე ფრენა, მაინც არის, ნუ ზირიღის თუ რაღაც არის, ახლა საშუალება არის მაინც თუ ძალიან მოინდომებ, იმ ტესტსაც აიღებ და იმ ყველაფერს გააკეთებ, რაღაცა მაინც შეგიძლია წახვიდე. რიგზე რომ ჩამოხვალ კიდე კარანტინში უნდა გადახვიდე? ნუ მაგი უნდა ახლა აღარ არის ეგრე, იმდენად აღარ არის, რაღაცები არის, სადღაც ტესტი გინდა, სადღაც თვითიზოლაციაა და არა კარანტინი და ნუ რაღაცები არის. ხო და ნუ მაისში არ ვიცი ახლა კი ვამბობ ისე, მაგრამ ასეთ დღეს რო არის, ამ წუთას რო არის, აი ესეთი სიტუაციაც თუ კი იქნა, ხო? და კიდევ არესი არ იქნა, ხო? მაინც გავძრების რაღაცა. არ მოისმენ. მეთქით რომ უკეთესი იქნება. შეიძლება, ახლა საქართველოში დაიწყეს იარული გაცნობა, უფრო მარტივი არ არის, ვიდრე ხა იმას ელოდის საზღვარგარეთის დაიწყო. ხო, ახლა თუ ლაშქრობები და რაღაცები იქნება, კი წავალ, როგორ არ წავალ, მაგრამ იმ საზღვარგარეთ წასვლას თავისი ის აქვს რა, ანუ მოწყვეტილი ხარ, გინდა არ გინდა და ცოტა ხანძლივად ხარ მოწყვეტილი, ტელეფონი არ რეკავს, საქმეზე არ ფიქრობ, ლეპტოპიდან არა გაქვს და გინდა არ გინდა, ანუ მე მაგალითად ავტომატურად მიუხედავად იმისა, რომ საღამოობით ძლივს ვთიშავ ტვინს და ზოგჯერ ვერ ვთიშავ და მაინც საქმეზე ვფიქრობ, აეროპორტში, აი თვითონ აეროპორტში შევდივარ თუ არა, აი კლაცს ვემართება რა. და აღარაფერი აღარ მაინტერესებს. როუმინგი მაქვს, მაგრამ დაჟე რომ დამირეკონ როუმინგზე არ ვპასუხობ, ანუ სამსახური. ისა მაქვს რა, ეგრევე ჭკუპ, всё. რომ მოწყდებიან თალიანად ყველაფერს. არა, მაგ დროს მე ანუ გამომიცდია იმ ხელა სტრესით წავსულვარ, რომ მე ისეთ სტრესი ახლაც არ მაქვს რა, ისეთი დასტრესილი ვყოფილი ვარ, რაღაც პერიოდი იყო ისევ საქმიან პერიოდი, აი მაისში რო ვიძახი, ახლა რო ვიქნები თქო, ნუ 10, ანუ ისე ვიყავი რა, ძალიან ძიმედ ვიყავი და ისეთ დასტრესილი ვიყავი და რო ჩამოვფრინდი 12 დღე ვიყავი წასული, ასა ვერ ვიხსენებდი რაზე ვიყავი დასტრესილი ან დამძიმებული ან რატო ვიყავი. არ მესმოდა რა, იმდენად ის ჩამოვედი განტვირთული. 12 დღე საკმარისი დრო არის და. თანით უმეტეს როცა აი რაღაცას რო ელოდები და უკეთეს ხედავ და ახალს ხედავ და ლამას ხედავ, ხო? მარტო ის კი არა რომ 12 დღე პროსტა რომ მოწყდე მაინც დაისვენებ, მაგრამ იმას რო ღებულობ, რაც შენთვის მნიშვნელოვანია და რაც ისთვისაც აი რაც გავსებს და რაც გინდა, ხო? იმას რო ღებულობ, მით უმეტეს და. ამიტომ ლამის ექიმს გამოვაწერინა შეიძლება იმათ რა ქვია, დანიშნულებად. რეცეპტი ჩააწერინა შენთვის სამოგზაუროდ წასვლა. მოგზაურობა 12 დღიანი, თან მისამართად ჩავაწერინა. კონკრეტული მიმართულებით. კი, აგასაც ვიზა. ფსიქოლოგს დავაწერინებ და. თუ კაი ფსიქოლოგი იქნება დამიწევს. ესეთ მდგომარეობაშიც კი არა, ისედაც დღევანდელ ცხოვრებაში საჭირო არა. დასავლეთის ქვეყნებში ძალიან ნორმალური პრაქტიკა არის, ჩვეულებრივი ამბავია რა. ყველას თითქმის ყავს რა და ისედაც ჩვენ ცხოვრებიდან გამომდინარე, ისედაც საჭიროა რა. რიტმიდან გამომდინარე და ასე შემდეგ. ეხლა პარტია არა ხო ანუ მაშინ ხო ანუ რაღაცა ხო უნდა გქონდეს ანუ რომ მუშაობ კი შემოსავლის წყაროა და ნუ ის მუშაობა მარტო არ მაქვს ახლა ისეთ სამუშაო რომ მივედი წამოვედი და ხვალაც იგივე ვარ რაც დღე გუშინ ვიყავი ხო არ მაქვს ასეთი ანუ სხვა ბენეფიტიც მაქვს ხო ხელფასი რაღაცას მიფარავს მაგრამ მე ჩემი მიზანი და ჩემი ის მაქვს და იმას ვიღებ მაგითი და მაგიტომ ვიკლავ თავს ანუ ხედავ რაღაც სხვა კუთხით მომავალს და კი ეგ არის რა თქმა უნდა მაგრამ ეს როდესაც უკვე ცოტა გრძელ პერიოდზე გრძელდება ხო მაინც მომიჩნდება ის კითხვა რომ რისთვის მუშაობ თუ ანუ მარტო ვიმუშავე ხო მიუხედავად იმისა რომ გეგმა მაქვს და რაღაც მიზანი მაქვს მაგრამ
მაინც მაქვს ის, რომ არა, თუ მე ვერ ვიცხოვრე ამ პერიოდში, მიუხედავად ამ ყველაფრისა და ცხოვრებისგან ის მაინც მცირე დოზით ვერ მივიღე, რაც ჭირდება, მაინც არ ღირს რა, მე ვფიქრობ, რომ მაინც არ ღირს. რა გჭირდება, აბა, კაკარ შევეხოთ, რა გჭირდება ცხოვრებაში? გულახდილად რო ვთქვა, ცხოვრებაში მჭირდება ძალიან ახლობელი ადამიანი, ანუ მეგობარიც და მჭირდება აუცილებლად სიყვარულიც. ოღონდ ის სიყვარული, რაც ჩემთვის სიყვარულია და რაც არის რა, როგორც მესმის კი არა და რაც მინდა. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის და მეორე ეს არის ანუ სამი რაღაცას ვიტყვი. ანუ როგორც მინდა, ანუ მეგობრები, ოღონდ მეგობრები არა აუცილებელი რაღაცა ერთგული ის არა. ანუ პოზიტივისტვის რა, ის რომ გაერთო რა, ამით უფრო ვასოცირებ რა. ნუ რამე დაგჭირდება კი ბატონოს ეგ სხვა თემაა, მაგრამ ჭირდება ის ასე ვთქვათ ჯგუფი რაღაც მეგობრები, სადაც გავერთობი, ანუ მომწყინ მინდა მიმეჩქარება რაღაც ვიცი რომ ვიმხიაროლებ გავერთობი რაღაც ეგეთი მინდა და აი რაც ძალიან მინდა და რაცაც შეიძლება რო არ ვიმუშავებ თუ დრო მექნება თუ რისთვისაც ჩემ თავისუფალ დრო არ მინანება და რისთვისაც მიიღირს ყველაფერი არის მოგზაურო. ოღონდ მართლა აი გულით და სულით რა, შემიძლია ფოტოც არ გადავიღო ისე მოგზაურო. ოღონდ აი ბევრი ახალი და ლამაზის ნახვა რა, ლამაზის ისეთი რასაც ყოველდღე ვერ ვხედავ და რაც ჩემ წარმოდგენაში არის და სადღაც მაქვს ეს ყველაფერი რაღაც. კი არ ვფიქრობ, მაგრამ წარმოდგენაში მაქვს რაღაცეები რა. სადმე რომ მივდივარ რაღაცნაირად წარმომიდგენია ეს ყველაფერი და ხშირად ყოფილა რომ აი ის დამინახავთ რა, რაც მინდოდა და ემოციები ყველაზე მეტი რაც მიმიღია ცხოვრებაში, კივილამდე ემოციები მოგზაურობის დროს მიმიღია და ეს ჩემთვის საზრდოა თუ ცხოვრების აზრია. ნუ არ ვამბობ, მართლა რა ვქნა, არ ვიცი რა იქნება მერე, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ აი შვილი და რაღაც ჩემი არსი რომ ოჯახი მყავდეს და შვილი და შეიძლება ძალიან ისეთ რაღაცას ვამბობ, მაგრამ ნუ არ განმყავს შვილი, არ ვიცი რა არის, როგორ არის, მიყვარს კი მყარებია, ჩემი ნაცვლი ვაფანატებდი, ძალიან ბევრი ბავშვი ისეთი გამომიცდია და ისეთი გზნობა მქონია, მაგრამ ამ წუთას ჩემი მიზანი და ჩემი ის არ არის, რომ დედა ვიყო და ბავშვი გავზარდო და მთელი ჩემი ის ჩავდო ამაში და რაღაც ეგეთი. ხო, ეგეთი ეს არ მაქვს ამ წუთას რა, არ ვიცი, შეიძლება ოდესმე მქონდეს, ან შეიძლება დედა რო ვიყო, მე ის თქვა რომ როგორ ფიქრობდი ამ ყველაფერს და როგორ სხვანაირად ბევრს ვთქვამს, ხო? როგორ ცხოვრობდი აქამდე და რაღაცა. შეიძლება მეც ეგ ვთქვა, არასოდეს აი მაგას ვემხრობი რომ არასოდეს თქვა, არასოდეს, მაგრამ ამ წუთას ჩემი მისწრაფება ეგ არ არის. რა ვქნა? შეიძლება რაღაცა ყოფილა დრო რომ არა, ნუ რაღაცა შეიძლება აი მიფიქრია თუ რაღაცა მიოცნებია ოჯახზე რა, ნუ როგორიც მე მინდოდა, ხო? მასეზე უფრო 10-15 წლის წინ შეიძლება უფრო პატარა ასაკში მქონია პირიქით ჩემი მომავალი ესე წარმომეჩინა და მინდოდა ეგ რაღაცნაირად ჩემაც ხედავდი, მაგრამ არ ვიცი რა პერიოდი იყო, მაშინ ცხოვრების და რა იყო, მაგრამ ახლა ეს ფუსფუსი და ეს რაღაცა ჩემთვის ძალიან დორია თუ რაღაც არ ყოფნის რა, ეგეთი რაღაცა მე არ დამაკმაყოფილებს, ანუ მთლიანად ვერ შემავსებს, თუმცა შეიძლება პირიქით ჩემი ყველაფერი გახდეს, არ გამოვრიცხავ მაგას. ხო, უბრალოდ ახლა ჩემი რეჟიმიდან და რაღაც იმიდან გამომდინარე უფრო აქტიურს და უფრო ისეთაც წარმოვიდგენ რა ყველაფერს. ხო. გასაგებია. ყველაზე კომფორტულად სად გზავთ? თბილისში, ბათუმში, ქუთაისში? არა, თბილისში. აკა. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში გავიზარდე და ბათუმში უამრავი სამეგობრო მყავს და ავით სანათესაო სამეგობრო თუ ვინმე მყავს, ალბათ იქ მყავს ყველა ერთად თავმოყრილი, მაგრამ რაღაც თბილისში უფრო მაინც მეკომფორტულება, უფრო მეტად მგონია, რომ ამ ქალაქებიდან უფრო ჩემი ქალაქია თბილისი, ვიდრე სხვა. თუმცა არ ვამბობ იმას, რომ საბოლოოდ თბილისია ჩემი ქალაქი და всё, ამის იქეთ არა.
ჩემი ოცნების ქალაქი და საცხოვრებელი მაგ და ნიუ-იორკი რა. ხო, ანუ რაღაც ის რეჟიმი და ის რიტმია ჩემი, ასე მგონია. წარმოსახვაში, ასე მგონია რა. რატო ხარ ნამყოფი? ვარ ნამყოფი და ჩემი თავი დავინახე იქ. იმიტომ რომ ძალიან დიდი ემოცია იყო და იქედან იმდენხანს წამომყვა ეს ყველაფერი და ის რიტმი რაც იყო და ის რაც იყო, მეგონა რომ იქ დავიბადე და იქ ძალიან ცოტა ხანი ვიყავი, მაგრამ დაბადებიდან იქ ვიყავი თითქოს რა. არც ერთ სხვა ქალაქში და არც ერთ სხვა ქვეყანაში ასეთი რამე არ მქონია და ეს შეგრძნება და ეს არ მქონია და საქმეზე იყავი თუ ისე? სამსახურიდან ვიყავი, მაგრამ ორივე იყო რა, დასვენებაც და ტრენინგები იყო რა. მაგრამ რაღაც ნახევარდღე ტრენინგი, დანარჩენი სტეიგნობა, თვითონ გეგმაში შედიოდა. მარტო ბოდიალიც მომიწია და პირველი ქვეყანა არ იყო, მეორე ქვეყანა იყო, რაც სადაც ჩავედი, მაგრამ პირველი ქვეყანა ტრანზიტით შემხდა მიუნხენი ერთი დღე რა, მანამდე და ასე ვთქვათ, სამოგზაუროდ მაინც პირველი ქვეყანა იყო და პირველი ჩემი ის იყო, რა ქვია, ერთბაშად ყველაფერი რა, ერთბაშად ზესაოცნებო ქალაქში მოხდი პირველ ჯერზე და ძალიან შოკი იყო ჩემთვის და იმედია მოვხვდები კიდე სიამოვნებით რა, წავიდოდი და მათ არ არის ფრენები ჩაკეტილი ხალხი დადის. ხო, მაგრამ მე ვიზა არ ვიყავი გასული, სამოგზაუროდ მინდოდა წასვლა და გასული ვიყავი და მაგ ადრეს და არ მოგწეს ვიზა. ვერ წარმომედგინა, იმდენად გაოცებული ვიყავი, რომ ეს რა მაგ ადრეს. ო, მან ვერ გაიგებ ვიზას არა ვიზას. ხო, იმიტომ რომ ნამყოფი ვიყავი, ვიზა მქონდა, ჩანასწრული ვიყავი, შტამპები მქონდა, სამსახური მქონდა, რა ვიცი ახლა. სასტუმროს დაჯავშნილი მქონდა და გამგწევს არ უგავდი ქონებაც მქონდა და რაღაც ისე და რა ვიცი არ მომწეს. თუმცა ახლა ფარხმას ავყრი და ეს იმას ანიშნავს რომ არ წავალ, მაგ კიდე წავალ, უეჭველი წავალ. კიდეც ფიქრობ რა პრობლემა ერთხელ არ გამოვიდა მეორედ იმას. ясно. ასე იოლად ახლა არ დავნებ ნიუ-იორკში რო არ ჩავიდე, უბრალოდ ვერ წარმომიდგენია რომ რომ ისე მოვკვდე რომ ნიუ-იორკში მეორედ ვერ ჩავიდე, თან თუ ამასაკში არ არსებობს. არ არსებობს. ჩახვალ. რაც კიდე და არ გუეშურდა. არ ვთქვა, აქეთ ჯერ სამშვიდებულად მინდა უფრო წყნარად ჩავიდე რა, ისი არა რომ რაღაც საკეთ რამე ისეთ საქმეს ანერვიულო და სადარდებელი მქონდეს, დალაგებულ ყველაფერზე მე ჩავალ. ხო. კაი, აბა, ეხლა მითხარი 5 წლის შემდეგ 2025 წელს წარმოგვიდგენია შენი თავი, სათხარ რა საკეთებ და თუ კიდე რამე შეტყობინებას დაუტოვე საკუთარ თავს. ჯერ პირველ რიგში რა მინდა რომ იყოს. უბრალოდ ამდენად მოვასწრებ და რამდენად შევძლებ, ცოტა ძნელია მაშინ სხვა მიმართულებით უნდა წავიდე და გარისკვა გამოდის ცოტა. ესე იგი, ჩემი მინდა რომ ვიყო იმ დონეზე, რომ ვიყო კონსულტანტის დონეზე. ვიმუშაო საიდანაც მინდა. როცა მინდა. შესაბამისი ანაზღაურებით. ანუ ჩემო 2-3 საათის მუშაობა მომიტანოს ჩემი 2-3 დღის მუშაობის ანაზღაურება რა. მინდა რომ ამ დონეზე ვიყო, თუმცა არ ვიცი, არც გამოვრიცხავ, მაგრამ არ გამოვრიცხავ სხვათა შორის რაღაც ტემპმა თუ ხელი შემიწყო და რაღაცებმა არ გამოვრიცხავ ყველაფერს, მაგრამ უბრალოდ ფიზიკურად თუ შევძლებ მაგდენს ამ დროში და ცოტა ისეთია. მარტო ჩემზე არაა დამოკიდებული. ხო, ეს მინდა. და წარმოდგენით, სად წარმომიდგენია, გააჩნია ჩემი ცხოვრება როგორ წავა რა, ორი გეზი მაქვს. თუ რაღაც პირადში ისე წავა სიტუაცია, რომ მე ამ პირადით ასე ბედნიერი ვიქნები და ეს შემივსებს რაღაცებს. ისე თბილისში წარმომიდგენია ჩემი თავი,
უფრო თავდაჯერებული, უფრო გაზრდილი. უფრო მაღალანაზღაურებადი საკმაოდ და ჩემი ადგილის მქონეს რა. მთლად კონსულტანტი შეიძლება არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც მე რომ ის რისი კონსულტანტი გინდა მოიცადა კონკრეტული კონსულტანტი? აი, თუნდაც ფინანსებში რა, ახლა ხო არის თემები ხო, რაღაცებს მიმართავთ ხოლმე. დასახმარებლად რაღაც თემები ახალი თემა ან რაღაცა და ნუ ამ წუთას ჩვენ ახლა კონკრეტულად კომპანია ყავს და იმას უკავშირდებით და შერეზიმით გავდივართ, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის და ყველაფერი არა, ანუ რაღაც ახალი თემა ან რაღაც ასაწყობია, ან რაღაც დასახვეწია, ან რაღაც დასამუშავებელია, მოგმართავენ ეს რა როგორ დაგვილაგო და მე ეს ყველაფერი დავალაგო. შესაძლებელი იყოს დისტანციურად, შეიძლება შესაძლებელი იყოს არადისტანციურად და არადისტანციურადაც ჩემთვის მისაღებია, იმიტომ რომ სადმე თუ ვიქნები ქვეყნის ერთი წერტილიდან მეორე წერტილში ჩასასვლელი. ანუ არ ვამბობ საქართველოს დონეზე მარტო რა. აი მაგიტომ ამბობ 5 წელი ცოტა ამისთვის რაც მე მინდა. ხო. რატო ინტერნეტია თავისუფლად შეიძლება სხვა ქვეყანაში იყო და იქიდან კონსულტაცია? არა, ჩასვლა არა, მაგდონეზე გავიზარდო და მაგ ხელა ან ძალიან ბევრი მაქვს დაკარგული მე თვითონ რა. ზოგადად სხვაგან მუშაობით და იმითი ბევრი მაქვს დაკარგული და ახლა ვითვისებ ყველაფერს რაც აქამდე რაც უნდა მესწავლა ერთბაშად ვსწავლობ ამ ყველაფერს და ანუ ეს ყველაფერი რაც მე მინდა ისიც უნდა რაღაცები უნდა დავამთავრო, რაღაცები ვისწავლო ცოტა მათ რა ქვია მაღალ დონეზე, რომ ანუ ვიღაცასთან ჩახვალ, გამოგიძა ვიღაცას ნიუ-იორკში უნდა, ვიღაცას ბალიზე უნდა რაღაცა თუ ვიღაცას დაჭირდეს. ხო, ანუ ჩახვალ რაღაცებს დაუნერგავ, დაულაგებ, აუწყობ. ან რაღაც დონეზე, რაღაც პერიოდის განმავლობაში რაღაც თემებზე კონსულტაციებს გავუწევ. ფინანსურ თემებს გულისხმობ რა. ეს იქნება ჩემი ოცნების ჯობი, ასე ვთქვათ რა. და უბრალოდ ცოტა ძალიან ბევრი რამ ისწავლა მინდა რა. უბრალოდ ვიცი რა უნდა ვისწავლო. ხომერე რა გენა, თუ იცი უკვე კაია რა. ხო, ვიცი რა უნდა ვისწავლო, უბრალოდ ძალიან მოცულობადია და 5 წელი საკმარისი დროა ისწავლო. არა, საკმარისი დროა 5 წელი მარტო ეგრე ვისწავლო და ეგრე ვაკეთო, მაგრამ მაშინ სამსახურზე ძალიან უნდა გამთავისუფლდე რა, გამოვთავისუფლდე და 5 წელიწადში იმასაც ეტაპობრივად გამოვთავისუფლდები ხარ ბაში. ხო და 5 წელიწადში ესეც მასე დავაწყო და მასე დავალაგო, უბრალოდ სამსახურში რაღაცა პერიოდი გვიწევს ახლა რეორგანიზაციის 2 წელი გვიწევს რა, რაღაც იცვლება სახელმწიფო დონეზე და ესეც გავაკეთო, ესეც დავალაგო აქეთ და აქეთ ყველაფერი დანარჩენი ესეც ჩემიც გავაკეთო. ამ ყველაფერს აი ძალიან ძნელია ფიზიკურად არ იქნება ანუ ვინც რაღაც ის დონე გადალახია კიდე მე რაც მაქვს მინიმუმ გასაკეთებელი, ხო? ისინი იმათაც უჭირთ მაგ რაღაც სასწავლისა, რაც ჩასაბარებელია და რაც სასწავლია, იმის გამოსდის ჩაბარება და რაღაცა ცოტა რთული რაღაცეებია და ხო და ნუ შეიძლება 5 წელიწადში არა, მაგრამ ცოტა მერეც, რა ვიცი, ნახოთ. თავარია, აი 5 წელიწადში მიახლოებული მაინც ვიყო. და 5 წელი არ მქონდეს კიდე რომ მოლოდინათ რომ 5 წლის მერე ეს ვიქნები თქო. ნუ შეიძლება ნუ ისე ვიყო ჩვეულებრივ, შეიძლება ოჯახი მყავდეს და ჩვეულებრივ ის ვიყო, რა ქვია. წყარი სამსახურით და ეგეთით ვიყო, მაგრამ უფრო რეალურად წარმომიდგენია ისევ თბილისში ვიყო, ანუ იმათ წარმომიდგენია რომ თბილისში ვიყო. დალაგებული მქონდეს ეს ყველაფერი, აი ასე რომ ვთქვათ, სამსახურში უბრალოდ ვიყო უფროსი განყოფილების იქნებატურის ის იქნება და ნუ დელეგირებაზე ვიყო ორიენტირებული და ორგანიზებაზე, ანუ მოცულობაში, ანუ საქმე რთული, უფრო მხოლოდ რთული ნაწილი მქონდეს გადაწყვეტილებები მისაღები და რაღაც გადასანაწილებელი, გადმოსაწილებელი, ვიდრე თავზე მეყაროს ყველაფერი და ჩემი საკეთებელი იყოს. ხო და მეორე ვარიანტად ჩემი თავი არ არის გამორიცხული, უბრალოდ რაღაცებზე მანდაც რაღაც ცხოვრებისეული არის დამოკიდებული ჩემი, შეიძლება ნიუ-იორკში ვიყო. ხო, ანუ რაღაცების ცოტა არ ვიცი, არა გამორიცხული, რომ იქ ცხოვრობდე. რაც ძალიან მინდა და ანუ არ მიმაჩნია რაღაც წარმოუდგენლად ამათ.
Წარმოვიდგინელი ამართლა არაფერი არ. ხო, არა, უბრალოდ ანუ მე თვითონ ჯერჯერობით არ მივდივარ მაკეტკენ ცოტა ხანი და ანუ არ მივდივარ რა ცოტა ხანი რა შეიძლება დიდი ხანი არ წავიდე და მეთქოს დიდი ხანი არ წავიდე უბრალოდ მშობლებს ვერ დავტოვებ ახლა მე ისა რა ქვია ანუ ჩემზე არიან ძალიან დამოკიდებული არ ვამბობ იმაზე რომ ჩემ ფინანსებზე არიან დამოკიდებული ანუ ასაკიანი მშობლები მყავს და ვერც უღალატებ და ვერ დავტოვებ ახლა და ვერ იმას ვიზამ რა ქვია ხო და ჭირდები აქ იმათ იმიტომ რომ შეიძლება ერთ დაძახებაზე უცებ და იქ ვიყო ჩასასვლელი და ყველა მაინც ასაკიანები ყოლიან ყველაფერზე ნერვიულობ განიცდი ყველა ზარზე და რაღაცაზე და ახაც შორით ვერ გავჩერდები ასე მაშინ შორს ვერ წავალ რა არ ვიცი რა დროს ვიქნები საჭირო იმათვის ხო და აქედან გამომდინარე ვისურვებდი რომ ისევ ამ დღეში ვიყო 5 წლის მერე თუმცა ისა რა ქვია ну ჩემი საოცნებო ქალაქის საცხოვრებლად მაინც ეგაა და მასაც ვიტყვი რომ აი ბათუმში რომ ცხოვრობდი უფრო სხვანაირი ცხოვრება მქონდა უფრო პირადულად აქტიური ცხოვრება მქონდა იმიტომ რომ ძალიან ბევრი სამეგობრო მყავდა არ ჩერდებოდი არ ვასწავლის ვიწყენდი არასოდეს არ ვისულ მოძრაობაში და სულ იმაში ვიყავი მაგრამ სამაგიეროდ კარიერულად ვიყავი ერთ დონეზე გაჩერებული და აქ პირიქით მაქვს რა სამეგობრო ძალიან ცოტა მაქვს ცოტა მყავს და აქედან გამომდინარე რომ ვერ მაქვს ის რეჟიმი რაც მინდა მქონდეს ცხოვრების რიტმი ვერ მაქვს ისეთი რა რაც ანუ 6-ის მერე თუ 9-9-ის მერე ცხოვრება არ მაქვს რა საღამოს ცხოვრება და შაბათ-კვირის ცხოვრება არ მაქვს ის რაც მე უნდა მქონდეს და რაც ჩემია და ნახოთ 5 წლის მერე, თუმცა აი 5 წლის წინ რაც მქონდა ამ კუთხით. ფაქტიურად იგივე მაქვს და даже იმაზე ნაკლები. ანუ 5 წლის წინაც თბილისში ვიყავი. ну რაღაც კი არა საკმაოდ დამაქვს პროფესიულად და სხვა კუთხით, მაგრამ ის პირადი რაც მე ბათუმში მქონდა და არ მაკლდა და რაღაც სხვა მქონდა, ის იმაზე უარესად არის რა. ანუ ამ 5 წლის განმავლობაში არ ვიცი რა სიტუაცია მქნა ასე და რა მქნა, მაგრამ მე ის სამეგობრო აქ ვერ შევიკარი, რაც მე მჭირდება. კი მყავს რა, ხა თქო უნდა მყავს ისეთი, მაგრამ აი რაც მე მინდა და რამდენიც მე მინდა მყავდეს და როგორიც მინდა მყავდეს, იმ მოცულობით მე ანუ ვერ მყავს სამეგობრო და შეიძლება რაღაც ჩემი ბრალიც არის ამ გადაუცლელობის და ამის ბრალიც არის, არ გამოვრიცხავ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასე არ მინდა. აი. გასაგები. გავა 5 წელს მოვიდა რომ ერთი 10 კილოთი ნაკლები ვიყო. რა ამბობია თქვი? აი შედი. რატომ მაგას 5 წელი კაც მანამდე წვიდი? არა 5 წელი არ უნდა, უბრალოდ არ ვიყო, ანუ თუ ანასტეზი ვიყო, ან 7 კილოთი ნაკლები. ეგ 1 წელის ამბავია, მაქსიმუმ. არც ხო, მაგრამ 1 წლის მერე შეიძლება მოვიკლო, მაგრამ მე ისე მოვიმატო და სტაბილურად უნდა დაიჭირო. სტაბილურად ვიყო ეგრე რა. და იმას ვიძახდი, აუ 1 კილო და დღის რეჟიმი უნდა, დისციპლინა უნდა და დღის რეჟიმის შეცვლა უნდა და კვების რეჟიმის შეცვლა. ხო, კი, ეგ უნდა და ვერ დაიჭერს. ისე არ უნდა იყოს საღამოს ტრენაჟერში სავარჯიშოდ რომ გავდიოდი, როცა არა, უნდა ვივარჯიშოთ კოთხი და დავიწყე. ასე მეგონა ტვინი ასე განავდა შიგნით რა. არ შემეძლო ფიზიკურად აიყვებნა, ასე გადაღლილზე, ხო? გონებრივად გადაღლილზე ფიზიკურ სტრესს ვეღარ ფაჭდა. დილის ჯობია მაშინ, ეგეთ დროს. დილის ჯობია სამუშაოზე. ხო, მაგრამ მაშინ ადრე უნდა ადგე, რაც მე არ შემიძლია. ადრე უნდა ადგე, ხო. ყველაზე ნორმალურია, ანუ 6 საათზე 7-ზე რომ მორჩე სამსახურს, ტვინ გამოლაყებული არ წამოხვიდე. და ნუ 1 საათნახევარი ვარჯიშო რა. ანუ ეს ყველაზე კარგი დროა და ხა უბრალოდ მე ისე გვიან რჩებოდი და ისე გადაღლილი და ის ვიყავი რომ მუშაობის ისა ვარჯიშის ხალისი კი არა, აი მე ჭამის თავი არ მქონდა.
თუმცა ყოფილა ხა პერიოდებია ის ლაითი პერიოდი როცა მქონია დამიწყია და აქტიურადაც მივარჯიშია. თან საკმაოდ რა 2-3 თვე გამიქაჩია რა. 3 თვე საკმარისი არის მე შეგვიძლია. ხო, უბრალოდ მე რატო მივანებე ან ტრენერმა გამა რაღაცა ან კონსულტაცია რაღაც ერთი ვთხოვე 1-2 რა ტრენერს რაღაც სადაც დავდიოდი იქ და რაღაცა ისე უჟმურად მიპასუხეს ორივეჯერ რომ ხარის დამეკარგა ყველაფრის ანუ ზეგადად ასეთ მაგრამ არ უნდა იმოქმედოს და ის არ უნდა დაგაკარგვინოს მაგრამ რაღაცები იყო ეთყობა ანუ პრეზ ვაკეთებდი ძალიან გამწარებული გირებით უკვე და არაფერი არ დამეთყო რა 2-3 თვე და მაგიტო შეიძლება ცოტა ჩავიქნიე ხელი რა. და ის ამყავდა რა ვინმე რა ცოტა კიდე რაღაცა ანუ დაცინვა და ის დამიწყო რა იმას ვინმე გინდა რომ მიმართულება მოხდეს რასაც აკეთებს სწორად გააკეთო რომ შედეგი მოგივიდეს. მაგისტრის ხო და აშენ რაღაცა ისე იყო რომ შეიძლება ყველა დაიხარჯო და შედეგი არ აქვს შენ ანდროს გონია სწორად აკეთებ და არ აკეთებ. ხო კი არა მაგას მივხვდი მე რაღაცას ვერ ვაკეთებდი და ის ზუსტად ვიკითხე და იმის მაგალითად რაღაც ეჩვენებინა და რაღაც თან ენდოკრინოლოგის დიეტაზე ვიყავი მაგ დროს და საკმაოდ ვიკლებდი და ანუ კარგად ვიკვებებოდი ანუ სწორად ვიკვებებოდი და მე თვითონაც გრძნობდი და დამიწყო ამანო რაღაცა ეს შენ თან კვების რეჟიმიო ესეთი უნდა გქონდესო ისეთი უნდა გქონდესო და ანუ კმაყოფილი ვიყავი ჩემი კვების რეჟიმით და მე მივედი ვარჯიში მაჩვენეს სწორად როგორ ვივარჯიშო და ფილოსოფია დამიწყო რაღაცები და ხო და 1-2 რაღაცა მასე და მე ჩავიქნიე ხელი. არა სხვას ნახავ რა მაგათ მე ანუ მომივა ველოდები რომ მაგის მუღამი და მუზა მომივა ვარჯიშის მუზა მომივა და ერთ დღეს წამოვხვდები და აბა დავიწყე. ეგრე ხდება ერთ დღეს ბრახ და იწყებ ეგრე ხო თავი არ გაჩერდა. ახლა შენ ამ ინტერვიუებზე მომიყევი, რამდენი ჩაწერე და ანუ რამდენს აპირებ? ზუსტად არ დამიჯერე, სადღაც 10-ზე მეტი ალბათ შევწერე რა. და ანუ მინდოდა რომ თვის ბოლომდე მომესრო. დღეში 2 გამეკეთებინა თვის ბოლომდე მომესრო, მაგრამ ხან ვიღაცა საცობში ყოფოდა ვერ მიდიოდა სახში აგვიანებდა, ხან მე ვერ მოვედი, ხან მე ეცლებოდა და ესე 2 არ გავომე, ერთხელ 2-ჯერ გავაკეთე დღეში 2 განაშა. არა, ხა დროში არ ხარ შეზღუდული სავარაუდოდ და არა, საღამომდე ვერ ვაკეთებდი ხოლმე რა, არ მეცადა საღამომდე რა. არა, ანუ რაღაც მოსასწრები ხო არა გაქვს რაღაც პერიოდამდე, ხო? ხო და მიყვებით ესე მენელა და ხო. საერთოდ რამ დაგიბადა ეს იდეა და ზოგადად ჯერ მანამდე ფიქრობდი რომ გამოკეთებინა რაღაცა ამ დაგვარი სახით ფიქრობდი YouTube-ზე გამოკეთებინა ჯერ რაღაც ვიდეოები გადავიღო და მე გამეტვირთო მაგრამ მაგისთვის საჭირო იყო ну რაღაც ისეთ საინტერესო თემები ისეთი უყურებდა რესპონდენტები რომ მე ის მოსვენადი ყოფილიყო რა ხალხისთვის საინტერესო ყოფილიყო ეგეთი თემა მე ვიფიქრობ რა ვქნა როგორ ქნა ну მაგას ტექნიკური მომზადება უნდა გარემო გინდა სკინდა აპარატურა გინდა ну მოკლედ ბევრი ჩალიჩის თემა იყო რა და არ გამოვიდოდა ჯერ და მე ზუმზე რო გადავიდეთ უკვე პანდემია ისაც მივიჩვე ან ზუმს ისე ცხოვრობდი პრინციპში იქამდე მაგრამ ეხლა მithumetes მე რამე ურთიერთობებმაც მოიკლო ადამიანებს ვეღარ ხედავ ესე პირდაპირ რომ ესაუბრო ვიღაცა და აი ეს არის ერთადერთი საშუალება დღეს რომ შეხვდე ადამიანს და ელაპარაკო რა მე დილითაც მომივიდა ეგეთი იდეა რომ ყველასთვის განსხვავებული წელია მაინც ეს სოციოცი და რაღაც რო გავიხსენეთ მე კბილად თუ როგორც იქნება რომ ჩავფიქრება რა ამ ყველაფერთან და აი როგორი საინტერესო იქნებოდა მე რას ვფიქრებდი იმაზე დღეს ახდებოდა და რა სიტუაციაში ვიყავით და რას ვფიქრობთ რა და გადაწყვეტე რომ მე მოდი ამას გავაკეთებ ესე დავხურო მე დავაკონსერვებ 5 წლით და რო გავა ეს დრო მე უკან გადმოვახვეთ და შეხვდები დაძველდება და ფასი მოემატება ხო და ნახავ რა ხდებოდა მაგრამ ვაი ირმა რა შენ ამას 5 წლის მერე მოусმენ ხო ვაი აქედან ყველაფერი შესრულებული არ ქონდა ну აი შენ თავ შეგიძლია პირობა დაუტო დაადებინო და შეასრულო მე ну 3 მიმასა მაქვს რა მართლობა მაქსიმუმი
უფრო მოსალოდნელი რაც არის და მინიმუმი ასე ვთქვათ და მესამე მიდულ არის სადღაც რა. გარდატეხვის მომენტია რა. რომელიღაცა აინც კარგად იქნება. არა, ნუ იმას რო ხვდები, ანუ ერთი წლის წინ მე რასაც ვიძახდი, რომ 2 წელი მინდა რაღაცისთვის თქო, რაღაც დონეზე რაღაცისთვის თქო, იქედან 1 წელი რაც გავიდა, ის 1 წელი იმ ანუ რაც მქონდა დაგეგმილი იდეაში კარგად წავიდა რა, ისე წავიდა. გეგმის მიხედვით. ხო, ანუ ხო, დაჟე რა მოლოდინიც მქონდა ჩემი თავის, იმაზე ცოტა მეტიც, ასე ვთქვათ, რაც მეშინ ვერ წარმომედგინა რომ ეს არ გამომივა და ვერ გავაკეთებ თქო, ახლა მე ფიქრება, რამას რატო ვფიქრობდი თქო, მართლა იმ კუთხით და ასე რომ მომავალი 1 წელიც გინდა არ გინდა მასე მაინც მომიწევს რა ის შევასრულო, რაც 2 წლის წინ მქონდა აზრად და ნახოთ 5 წლიან პერსპექტივაში როგორ გავამართლეთ. ნახოთ, აქავარ და გამოჩნდება რა. ერთი ზოგი არა, ახლა არ ვიტყვი 5 წელი როდის გავარო. არ მინდა ძალიან ნელა გავიდეს პირიქით, ნელა გაიარე 5 წელა. გავა 5 კი არა. ერთი ვიცი რაზეც გამეცინება, ჩემი კილო იქნება. ხო. შეიძლება ამერიკული კონდეს მაგ დროშად. ხო, და ეს კილო ხო ვაფშე საერთოდ სასაცილოდ გამეცინეს ძალიან. ხო, ანუ მე რო ნახავ რომ მოусვენა ყველაფერს, უეჭველი რაღაცებზე გაგეცინება ისე. არის ყველა ვარ. მადლობა დათო შენ ამისთვის. მადლობა შენს, რომ გამოდექი კაი მოსაუბრეთ, არტაგის არ საუბარეთ ან მონატრებული სპორტთან. იმედია თავი არ მოგაწყინე. არა, პირი საინტერესოა და ანუ გეხალისებოდა საუბარი და აღარ დაგჭირდა ბევრი კითხვის დასმა აქედან იქიდან. ხო, ენაზე თავი გადავიძრე. ძალიან კარგი. წარმატებებს უსურვებ ჩემ თავსაც, შენს და ყველა შენს რესპონდენტს უსურვებ, რომ რაც ჩაეფიქრებინოს, შეესრულებინოს და მე შეგიძლია ერთი ისიც მონახაზით გააკეთოთ 5 წლის მერე დასკნადადო. ხო, კი, საინტერესო იქნება. შეჯამება. საინტერესო. რაღაც მოვიფიქრებ რამის რა, საინტერესო იქნება. კაი, ირმა, აბა დაგემშვიდობები მაშინ. მადლობა დავით, მადლობა და ლაშქრობებში ჩავხედე ვიყავით. იმედია ცოცხლად ბოლო ცოცხლად. არა მარტო ლაშქრობებში რაღაცები შეიძლება რა. კი, რაღაც ბევრი რამ შეიძლება ერთხელ ორგასტალი და ეს არა ქვია რაღაც ეგეთები. აჰა. კაი, დროებით აბა მიდი და ნახოთ აბა. დავიღოთ 5 წელს. კარგად.